საქართველოს პრეზიდენტის ღია პროტესტი აგვისტოს ომის გამოძიებას. მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო უფლებას იყენებს და უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოძიება დააზარალოს. 2008 წლის ომზე რამდენიმე გამოძიება უკვე ჩატარდა და შესაბამისად რამდენიმე დასმაც არსებობს. ამ ეტაპზე კი ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება საკითხის სამართლებრივ შესწავლას ჭირავს. ამ საქმის შესრულება იმას პრეზიდენტის გარეშე მოუწევს, რადგან ქვეყნის პირველი პირის დეპუტატების და რამდენიმე მაღალჩინოსნის იძულებით დაკითხვას კანონი გრძალავს. რა შემთხვევაში დაავალდებულებს კანონი მიხეილ სააკაშვილის ჩვენების მიცემას, განმარტებას მთავარი პროკურორი აკეთებს. Სლიანად ვემიჯნები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული ომხედების დაწყება და ომის გაჩაღება. მე როგორც საქართველოს მოქალაქე პრეზიდენტი, ერთი წუთითაც და წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან. ქვეყნის პრეზიდენტი აგვისტოს ომის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. საქართველოს კანონმდებლობა მას ამის საშუალებას აძლევს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტი როგორც მოწმე იძულებით ვერ დაიკითხება. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს ვალდებულება მივიდეს და თანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, თუმცა არის გარკვეული თანამდებობის პირები, რომელთა მიყვანა იძულებით შეუძლებელია და მათ შორის ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. რამდენად დააზარალებს გამოძიებას პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ეს საკითხი მთავარი პროკურორის თქმით მას შემდეგ გაირკვევა, რაც საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება და დასაკითხი პირების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული კონკრეტული ინტერესი გამოიკვეთება. ეხლა ჰიპოთეტურად რამდენად შეიძლება ამ ხელშეშლის აღმოფხვრა სხვა საშუალებებით წინასწარ ძნელი სათქმელია. ალბათ თუ რომელიმე პირი უარს იტყვის თანამშრომლობაზე და მას იმუნიტეტი გააჩნია ისეთი, რომელიც შესაძლებლობასაც მისცემს ამ უარის განხორციელებისა, მაშინ მონახული იქნება სხვა მეთოდები და სხვა საშუალებები მიზნის მისაღწევად. და როდესაც ეს იმუნიტეტი აღარ იარსებებს, მერე შეიძლება დასრულდეს ან ჩატარდეს ის საგამოძიებო მოქმედება, რომლის შესრულებაშიც შეიძლება იმუნიტეტის მქონე პირმა თავის დროზე უარი განაცხადოს. 2008 წლის მოვლენები აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გამოიწია. დამოუკიდებელი მოკვლევა გააკეთეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. დაიდო ტალიავინის დასკვნაც. კბილაშვილის უწყება ამ თემის წმინდა სამართლებრივ შესწავლას გეგმავს.